აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები ზაფხულის ორთვეს ესპანეთში მოხალისე ოჯახებში გაატარებენ. საერთაშორისო საზაფხულო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ქვეყნის კულტურას, ტრადიციებსა და ყოველდღიურ ცხოვრებას გაეცნობიან, რაც მათ საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას მისცემს. პროგრამის მონაწილეებს გამგზავრებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა და განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია შეხვდნენ. მინისტრებმა მოზარდებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. დღეს აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები გავაცილეთ ესპანეთში, სადაც ბავშვები დაისვენებენ ესპანურ ოჯახებში. აღნიშნული პროექტი აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით უკვე მრავალი წელია ხორციელდება. მოხარული ვართ, რომ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა დაისვენონ ესპანეთში, გაეცნონ ესპანურ კულტურას. აღნიშნული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. ბავშვებს მივყვები უკვე მეორე წელია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქვს შესაძლებლობა ამ ბავშვებს გავყვე. დავაორგანიზო ყველა ის საკითხი, რაც წინა მოსამზადებელ პერიოდს ახლავს თან. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაქვს იმის შესაძლებლობა ბავშვებს გავაცნო როგორც ესპანური კულტურა, ასევე ესპანური ენა. ძალიან გახარებულები ვართ, რომ მივდივართ ესპანეთში და მადლობა იმ ოჯახს, ვინც ესპანეთში გველოდება და მადლობა აფხაზეთის მთავრობას.